ახლა ხედავთ როგორი cool ძილის მაისური მაქვს. Yeah. Ali უნდა გადავიდოთ, რომ ჩემი თმა არის, ანუ ის საშუალოდ გამოიყურება, რომ რა ვიცი. That's no fucking way, it's Oh my god. Oh my god. Ყოველთვის კარგი არის ღმერთთა წყალს რა გადაივლებ დიდით. ვინ უყურებთ ამ AI-ის ვიდეოებს მართლა მაინტერესებს. ან დღეს აღმოვაჩინე AI-ის რაღაც ვიდეოები, რაღაც მარწყვიტა და ბანანი და პორტოხალიკო და ანუ რაღაცები. ღმერთო ჩემო, ანუ what the heck is that? ჯერ AI ძალიან არ მიყვარს, ანუ მთელი ისტორიები არის, ანუ ამ ხილის გარშემო და ვიღაცას ხალატავს და ვიღაცისგან ბავშვი ყავს. What the heck is that? AI მეზიზღება მართლა, იმიტომ რომ სადაც AI-ს იყენებენ ფილმებში, ფოტოებშიც იყენებენ AI-ს და ძაგს ღმერთო ჩემო, ანუ გადაიხადეთ ხო ცოტა და ნორმალური ფოტოები გადააღებინებ ფოტოგრაფს. და კიდევ რა ვიცი, ძალიან ბევრ რაღაცაში. და რაღაცებს რო ქმნიან AI, ანუ არ შემიძლია ისაც ხელოვნებას უკავშირდებოდ, რაც რეალური უნდა იყოს და არის AI-ის შექმნილი, ყველაფერი მეზიზღება საერთოდ. Okay, ამ სერიალზე ვარ მოგხსაუბარი. სხვა რაღაცებზე მოქვს. მაგრამ მაინც. და კიდევ მულტფილმები. ყველაზე კარგი მულტფილმები არის ის, რომელიც არის ხელით შექმნილი. ყველაზე კარგი მულტფილმებია და ყველაზე კეთილი მულტფილმებია და არ ვიცი, საოცრება. ვერას დროს AI-ის მულტფილმები ვერ გადაფარავს აი ამ უსაყვარლეს მულტფილმებს, რომლებიც ხელით აქვს შექმნილი და ადამიანები, რა ვიცი, ფიქრობდნენ და ხატავდნენ და მთელ ენერგიას დებდნენ, ხო და never AI versus ვერ მივა McDonald-და. და იმედია მომავალ ბავშვებს ხელით შექმნილი მულტფილმები უფრო მოეწონებათ, ვიდრე AI-ის დრბილობები. I need a sunscreen. გარეთ ისევ წვიმს და რა თქმა უნდა, დღესაც უნდა ვიყო სახლში და არაფერი არ გავაკეთო და საერთოდ არ ვიცი რა გავაკეთო. იმიტომ რომ საოცარი წვიმაა. და უკვე ეს წვიმები ყელს შემოვივიდა და მარტი მაგის გამო მეზიზღება. ძალიან მალე გავიდა მარტი, ანუ ის სწრაფად გაიგონა, რომ საერთოდ ვერაფერი ვერ მოვასწრე, თითქოს არ ვიცი რა უნდა მომესწრო, მაგრამ მაინც ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ძალიან სწრაფად გავიდა და რაღაც უნდა მომესწრო, რომელიც ვერ მოვასწრე. დღეს გადავწყვიტე, რომ თმა არ დავისწორო, ჯერ ერთი რომ ძალიან მეზარება და მეორე მაინტერესებს როგორი იქნება ჩემი ბუნებრივი თმა არ დასწორებულ მდგომარეობაში, ვიცი რომ გაიჩეჩება, მაგრამ მაინც მაინტერესებს. ესეთი ძალიან დიდი ხანია მაქვს, ეს არის რაღაც ბრენდის კერატინის ესეთი treatment oil და კაი ესეთი თან აქვს საოცარი სუნი. მე ყველაფერს სუნას ვაკეთებ. დღეს ვიცი რასაც გავაკეთებ, თუ არ დამეზარე დავალაგებ სახლს. ასევე ვუყურებ ფილმს. აგეც თუ არ დამეზარო, წავიკითხავ წიგნს. And it will be a chill day. That's all. Სულ ეს არის მორჩ. ეხლა რა თქმა უნდა ყავა. ძალიან მინდა ყავა ღმერთო ჩემო. ზუსტად გავხდები, ანუ ძალიან მინდა. That's so good. Yeah. What the fuck can I do?
like პირველი ახალაც მინდა არის ის რომ მუსიკას მოვუსმინო. იმიტომ დირექტ მუსიკას ვუსმენ ამას შემდეგ რაღაცები მაფიქრდება რომ გავაკეთო. ასე რომ პირველი უნდა მოვუსმინო მუსიკას. რეალურად, როდესაც ცუდი ამინდია გმართლა მოქმედებს ადამიანზე თუ უბრალოდ ჩვენ ვიგონებთ და ჩვენ ვაიმედებთ თავს რაღაცის გაკეთება რო არ გვინდა რომ იცი რა ცუდი ამინდია და ამის мотиваციაზე არ ვარ. ხო, რეალურად ეგრეა. იმიტომ რომ ცუდი ამინდია ხელს არანაირად შეგიშლის რომ რაღაც გააკეთო. მაგით უბრალოდ შალ თავს ვამხნევებთ, როცა რაღაცის გაკეთება გვეზარება რომ ცუდი ამინდია და მოდი ცუდი ამინდია და განწყობაზე არ ვარ ეს რაღაც გავაკეთო. არა, ცუდი ამინდია არაფერ შუაში არ არის და ეგ განწყობა საერთოდ არ ცვლის. But და თითქოს ისეა. რომ ცუდა მენში გინდა რომ სახლში იყო და წიგნი წაიკითხო, ჩაიდალიო რაღაც. I don't think so, you know. რა თქმა უნდა, კარგია ცუდი ამინდია რომ გარეთ არ დარბიხარ წვიმაში და შემდეგ სახლში ფილტვების ანთებით არ დაბრუნდები ან რაღაცა ვირუსით ან გაწეწილი სველი თმით. But ყოველ შემთხვევაში იმას არ გიშლის ხელს რომ რაღაცები გააკეთო, რომელიც გასაკეთებელი გაქვს. მაგრამ რა თქმა უნდა, კარგი ამინდი ძალიან კაი, იმიტომ რომ შეგიძლია რომ შენ საიბანზე დაჯდე და ეგრე დალიო ყავა, მაგრამ წვიმაა და ვერ დამჯდები, იმიტომ რომ ხალხი ვერ შემოვიდა სახელი დავალაგე ძალიან ბედნიერი ვარ ახლა. რაღაც ლოდი რომ მოგეშვება გულზე და სასიამოვნოთ რო გრძნობ თავს, აი სახლის დალაგება ზუსტად ეგრეა. ხალე ჩემით მაგრამ ცოტათი უკეთესად ყოფილიყო, არ ვიცი ეგ გამართლებს თუ არა, პატარა ნაწნავი გავიკეთე, შეხედეთ ნაწნავი რომელიც არ მიკეთდებოდა, ხა უკვე მიკეთდება. That's so cute. ხალე ხა ნახა როგორია ჩემით მომოკეთამ დასწორებების გარეშე, იმიტომ რომ ძალიან ზარმაცი ვარ ამ დასწორებისთვის, მართლა ძალიან მეზარებად გავაკეთე. თან that's cute. It's a baby. It's a little bit ცოტა დადგებნილია, აქ ცოტა კიდე სველია. ანუ ვერ წარმოიდგენთ როგორი თხელი თმა მაქვს. ცოტა ზეც კიდე შევიზარ. Yeah. სეშინელება. რანაირად აკეთებენ ადამიანები ისე რომ დასწორების გარეშე თმა ნორმალურად აქვს, ანუ მართლა მაინტერესებს. აწეული შეიძლება უფრო